ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან კვერცხუჯრედების გაყინვაზე. რისთვის არის ეს საჭირო, როგორ ხდება და როდის უნდა ვიფიქროთ ამაზე. ეს არის რეპროდუქციული მედიცინის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც ქალს აძლევს საშუალებას მომავალში შეინარჩუნოს ფერტილური პოტენციალი. მიზეზები შესაძლებელია სხვადასხვა იყოს, მაგალითად, კარიერული წინსვლა, სწავლა, სხვადასხვა ტიპის ოჯახური გარემოება ან უბრალოდ ქალის სურვილი, რომ დედობა ცოტა მოგვიანებით დაგეგმოს. კვერცხუჯრედების გაყინვა ხშირად აუცილებელია სამედიცინო მიზეზებითაც, მაგალითად ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებში. ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია და სხვადასხვა ტიპის ოპერაციების საკვერცხეზე ამცირებს როგორც კვერცხუჯრედების რაოდენობას, ასევე აქვეითებს მათ ხარისხს, რაც მომავალში ამცირებს ბუნებრივად დაორსულების შანსს. საუკეთესო ასაკი კვერცხუჯრედების გაყინვისათვის 30 წლამდეა, თუმცა 35 წლამდეც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. რაც უფრო ადრეულ ასაკში არის კვერცხუჯრედები მიღებული, მით უფრო მაღალი არის მათი ხარისხი და წარმატებული ორსულობის შანსი. პროცედურა მარტივია, იწყება ჰორმონალური სტიმულაციით, გრძელდება დაახლოებით 10 დღე. შემდეგ ხდება კვერცხუჯრედების ამოღება, ანუ პუნქცია ულტრაბგერითი კონტროლით, ადგილობრივი გაუტკივარებით ან ინტრავენური ანესთეზიით. კვერცხუჯრედები იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე და ინახება კრიობანკში ზოგჯერ 10 წელზე მეტხანსაც. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია კვერცხუჯრედების წინასწარი გაყინვა. ეს შანსს უტოვებს ქალს, რომ მომავალში, როცა მკურნალობა დასრულდება და ჯანმრთელობას დაიბრუნებს, მან შეძლოს საკუთარი ბიოლოგიური მასალით დაორსულება. როცა ქალი გადაწყვეტს დედობას, ხდება კვერცხუჯრედის გამოლღობა, განაყოფიერება და მიღებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში. პროცესი უსაფრთხო და პროგნოზირებადია, თუ დროულად გაკეთდება. ეს არის დროის თავისუფლება, როდესაც დედობა თქვენი არჩევანია და არა ბიოლოგიური საათის გრაფიკი. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ.